როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ჯუმა დღეს ბანაობა ნამაზისთვის სამზადისია. ანუ ჯუმა ნამაზისთვის ვემზადებით და ამიტომ ვბანაობთ, დიდაბდეს ვიღებთ, სუფთა მოწესრიგებულ სამოსით ვიმოსებით, სასიამოვნო სუნამოს ვიცხებთ და ასეთნაირად მივემართებით მეჩეთში. აქედან გამომდინარე, ვინც ჯუმა დღეს განთიადისას იბანავა, ანუ საბაჰ ნამაზის დროს, დილის ნამაზის დროს იბანავა, შემდეგ აბდესი მოშალა. შემდგომ პატარა აბდესი აიღო და ჯუმა ნამაზისთვის ისე წავიდა. ან კიდევ ვინც ჯუმა ილოცა და ამის შემდეგ წავიდა და იბანავა, დიდი აბდესი აიღო, მათ ჯუმა ნამაზთან დაკავშირებულ ჰადისებში ხსენებული ეს სუნნეთი შესრულებულად არ ჩაეთვლებათ. მაგრამ თუ კი ჯუმა ბაირამ დღეს დაემთხევა, კაცი დიდ აბდესს აიღებს, ჯერ ბაირამ ნამაზს ილოცავს, შემდეგ იგივე აბდესით ჯუმა ნამაზსაც შეასრულებს, მას ამ ერთი ბანაობით ორივე სუნნეთი შესრულებულად ჩაეთვლება. არის ბაირამ დღეს ბანაობა სუნნეთი და ჯუმა დღეს ბანაობაც სუნნეთი. ერთი აბდესით თუ ორივე შეასრულებს, ორივეს მადლი, ორივე სუნნეთი შესრულებულად ჩაეთვლება. ან დილით თუ საბაჰ ნამაზი ხან დილის ნამაზის დროს იბანავებს და ჯუმამდე აბდესი არ მოეშლება და ამ აბდესით წავა ჯუმაზე, მაშინ ეს სუნნეთი მასაც შესრულებულად ჩაეთვლება. ანუ ესე იგი ამ ჰადისის და ამ სუნნეთის შინაარსი ყოფილა ჯუმა ნამაზზე წასვლის წინ დიდი აბდესის აღება და არა ჯუმა დღის გათენებისთანავე. ჯუმა ნამაზზე ამ დიდი აბდესით უნდა წავიდეს, მიზანი ეს ყოფილა. ერთ-ერთი ფიქრის წიგნია ალ-ქაფი და აქ შემდეგნაირად წერია, რომ თუ ჯერ კიდევ გარიჟ რაჟამდე იბანავებს, ანუ საბაჰ ნამაზის დადგომამდე, დიდ აბდესს აიღებს და შემდეგ ამ აბდესით ჯუმასაც ილოცავს, იმამი აბუ იუსუფისა და აბუ ჰანიფას მიხედვით, ის ამით ჯუმა დღის ბანაობის მადლს მაინც მოიპოვებს. ნახეთ, საბაჰ ნამაზი, ანუ ჯერ გათენებული არ არის, დილის ნამაზის დრო არ არის დამდგარი, იასლოღობი ხან დაიბანი. მაგრამ მას ეს აბდესი არ მოიშალა ჯუმის მოსვლამდე. ეს ჩაეთვლება. მაგრამ თუ კი დილის ნამაზის შემდეგ დაიბანს და შემდგომ მოშლის და პატარა აბდესს აიღებს, ეს უკვე ამის შანსი დაკარგა უკვე, რომელიც ჰადისში არის ნათქვამი.